მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ Tales of Tastings. განსხვავებული ლოკაციიდან, მოკლედ 4 ვიდეოს შემდეგ ბექამ გადაწყვიტა, რომ სტუდია თავიდან გაერემონტებია, ესე ვთქვათ და მოგვიწია გამოქცევა იქიდან, პროსტა ვერ გავიგე რა ხდება რა. თქვენთან ერთად დავამზადებთ Glintwains. წამოღებული გვაქვს ინგრედიენტები, მოკლედ. ამ ღვინოს ბაზაზე დავამზადებთ Glintwains, განსხვავებულად, ალბათ რა ვიცი, მე მგონი პირველი ვარ, რა ვიცი, საქართველოში, ვინც ბუხარში ამზადებს Glintwains. ხო, მოკლედ აქ გვაქვს, ნახეთ, ეს არის ფარიკაობის ხანჯალი გვაქვს, აქ სანადირო თოფი გვაქვს, რომელიც ლინცეზირებულია, გაფორმებულია და ეხლა ამ შემთხვევაში ამოღებული აქვს ნემსა და ვიღაც სარეგონოს რაღაცა საბრძოლო იარაღები მაქვს. ეს კადრიდან უნდა გაწამიშა. კი, ეს ლიმონკა ნაღდი არის, მეგობრებო. ეს დეკორატიულად მიდევს ეხა ამ შემთხვევაში. ბუხარზე რატო გიდოს ლიმონკა? მე რა ვიცი რა, ნაღდია. ბუხარს ვანთებთ ხოლმე ამით, ამას გამოგაჩავ, მართლა კი არ. ვიყენებთ ფესვების ღვინოს, ვიყენებთ მარია ბრიზარდის სიროფებს, ვიყენებთ კოტანის სურნელებს, ანუ სურნელები არის, ძალიან მაგარი სურნელებია, ესე მოაყრე, შეგიძლია ლობიოში ჩაყარა, ლობიოში ესაც ჩაყაროთ ამბაგარად. ვიყენებთ ეს უნდა აღვნიშნო ბექა, უნდა ვთქვა, იმიტომ რომ მაგარი პროდუქტი არის, ეს არის პირდაპირ კოტანის Glintwainis, ესე ვთქვათ, შემადგენლობა, რაშია ჩაყრი და ეგრევე ღვინოს აურავ და შეაგდებ ეგრევე და ეგრევე Glintwaini, ეგ არ დაგჭირდება ეს ბარმენი ის უნდა ვიყო და თითი ჩაყავი გავსინჯი აღარ უნდა რა, ამას ჩაყრი და უეჭველი მაგარი Glintwaini გაქვს. ეს თაფლი არის ეხა სკამა კიდე რა გარეთ და კაკრას ეხა ბექას ამოვაღებს უდაკმენილია და ვერ ლაპარაკობს პროსტა ფუტკრის ნაღდი თაფლი ეს აუცილებელია რომ ეს Glintwaini წამოწიოს და გემო ანუ გაშალოს ესე ვთქვათ და აქ არის ბუხარი სადაც ამ ყველაფერს შევაგდებ ჩიგნით დავამზადებთ და გამოვიყენებთ და ოპა კიდე დამავიწყდა Glintwains რო ვაკეთებთ აუცილებელია ბროწეული რა იმიტომ რომ მე მიყვარს ბროწეულის დამატება ეხა ვიღაცა შეიძლება იძახოს ბროწეული მე არ გამიგიაო სტუდიაში ბროწეული ოპა ბროწეულს ვიღებთ ესეც ეზოს ბროწეულია არ გეგონოთ ვიყიდეთ და რაღაცა აი კიდია ყველგან თუ შეამჩნევთ ამას ეგრევე ჩავაწურებთ და ან ჩამოვკიდებთ და всё მზად არის. ეხლა გაჩვენებთ დამზადების პროცესს. როგორ უნდა დავამზადოთ ეს ყველაფერი. თავარი, ეს ყველაფერი უნდა მოვათავსოთ ერთ დიდ ქვაბში, მაგრამ გვაქვს ამ შემთხვევაში პატარა ქვაბი. ეს სპაიდერმენი ხარ შე. გამორ. აღარ ბექა. აი რა დრო იყო პროსტა მეგობრებო, ადრე კაჟის ქვით რო ანთებდნენ ცეცხლს. ბუხარში შეიძლება ბენზინი იყო. კაი ბენზინია რა. პრემიუმია. რომ პეტროლის არა ხა რეკლამა არის პოლი. ბენზინი არ გამოიყენოთ არავინ ბუხარში, არ შეიძლება. მარტო მანქანაში ჩაასხით და 100 გრამი დაარტყით ხოლმე ხანდახან. ვიწყებთ ინგრედიენტების ჩაყრას ესე ვთქვათ. ავიღოთ პატარა დიდი ქვაბი. ეს ქვაბი იმიტომ რომ მორგებულია ბუხარზე და ეხლა ამ შემთხვევაში ისეთ სიტუაცია გვაქვს ჩვენ რომ ბევრი არ ვართ და რაღაცნაირად გაჩვენებთ როგორ ვამზადებთ რა. ხსნით ჩვენ სამურაის დანას, ეს არის კერამიკული დანა. ვინც არის რა არის, არც მე არ ვიცი ვისწავლი და გეტყვით ესე მითხეს რომ კერამიკული. იდეაში ხა ამის ფორმას მნიშვნელობა დიდად არ აქვს. ჭიქაში რო გადმოასხავთ მე რომ ლამაზად ჩანდეს რა, თავარი ეგ არის. ჩავყარეთ პორტოხალი, მე შემდგომ ვიღებთ ვაშლს. იძახიან რომ ვაშლის კანს უფრო დიდარი გემო აქვს და მეც ვეთანხმები იმიტომ რომ რაჯობი ხა ვაშლს ჩაგვიჩევ და შეჭამ. გაცა მეზარება. გაცა ხო მეზარება ხა შევჭამოთ ჩავაწუროთ. არა, ვიღებთ Glintwainis კოტანის სპეციფიურ გემოებით შეძერებულ ფხვნილს და ვაყრით აი ამას ცოტას ეს ნახე როგორია. აქ რა кай ფერი მოდის. ვიღებთ ოჯახის თაფს, რომელიც აი აქ ფუტკრებს წავართვი. გუდვილში მაქვს სკები და იქიდან ამოვიტანე ეს და ვასხავთ ამას გემოვნებით ცოტა უნდა მოვასხავთ. ვიღებთ აუცილებლად ეს ახლა ეს გუდვილიდან არ არის ეს ნახდათ ოჯახის ის არის რა ქვია ბროწეული ესე ვთქვათ, რომელსაც წვადზე ვიყენებ ხოლმე იმ შემთხვევაში, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე Glintwainში გამოვიყენეთ. მე ხარ რას ვიზარდე თავიდან კიზბარაულით შეგვიძლია ჩავყაროთ და ხვანჭკარად ჩავასხათ და ხვანჭკარად და მოდი ორივეს სადოთ და ორივე ჩავასხათ ბექა, რა სიტყვი. ოპა! აუ რა მაგარი ღვინოა ბიჭო მართლა და ეს პროსტა ვიღაცა რო ვერ მიხვდეს რომ ანუ რანაირად უნდა ჩავასხოთ ანუ ვატრიალებთ ესე ბოთს და ვასხავთ ჩიგნით. ცოტა ჩავასხით ხვანჭკარად და ცოტა კინზბაურაუსაც დავამატებ ჩიგნით. აჰა ბექას უნდა რაღაცა ისე ხმებზია გართულება DJ არის ბექა და ეს ხმები რავი აშვება მე რაღაცებს აკეთებს ეთყობა ჩუმჩუმად. დავამატოთ. აი ეს არის სახლული Glintwaini. თითით უღებთ აუცილებლად. ვამატებთ კოტანის არომატო დარიჩინს. მარია ბრიზარდის მარწყვის
უალკოჰოლო სიროფს ძალიან ცოტას დავახჩობთ ესე ვთქვა, შიგნით ფორთოხავს, ლიმონს, რავი, რაც ლიმონი არ არის შიგნით ვაფშე. ვაშხს. აუ, რასუნია, პროსტა იმენა სასწაული ვარ, რა ბერქა რა იმენა რა. ჩვენი გლინტვეინი შემზადებულია. ვიღებთ აი ამ ყველაფერს და აი ხარ მთავარი ძმაო. ოპა! დავკიდეთ უკვე და ველოდებით ახლა უშუალოდ ეს ცეცხლი როდის შიგნით დაანგრევს ამ ყველაფერს და გახსნის და გემოებს მიცემს და მაგამდე ახლა ჩვენ შეგვიძლია რა ვქნათ რა. თითო ჭიქით რაღაცა ერთი თითო-თითოსას არ დავილოცოთ ბექამე და შენ დავაი. მოკლედ ახლა დღეს რაღაცა ბექამ მითხრა რომ ცოტა უხასიათოდ ხარო თუ რაღაცა იუმორში ვერ ხარო ესეო რა და რამეს გადაობას მოვყვები მაშინ. მოკლედ ერთ-ერთმა ჩამომტანმა კომპანიამ ჩამომიტანა ეს ლიმონკა და ეს ლიმონკა რატო გამოვწერე ხა იდეაში გადაღებისთვის გვინდოდა ეს ლიმონკა რა და მე მომიწია გამოტანა რა და ერთ-ერთმა კომპანიამ სადაც ჩამოიტანა მაგ სადაც შევედი ესე ვთქვათ გამოსატანათ ამ ლიმონკის მოხდა ისე რომ პოლიციაც არის შემოსული და რაღაცა აქვს გამოწერილი თუ არ ვიცი რაღაც პოლიციელები არიან მოკლედ რა ხო და მოკლედ ეხა რაღაცა რაც იყო სატესტოდ ეხა გამოვართვი ეს დანა რომ უნდა გამეხსნა ეს ყველაფერი რა ქვია რომ შემომოწმებია როგორ ჩამოვიდა რამე კიდე ამასთან ერთად სხვა რაღაცები ჩამოვიდა რა და ну მოკლედ ეხა ეს გახსნის პროცესი ეს მქონდა ადრე გამოწერილი აღარც მახსოვდა მოკლედ რომ იყო გამოწერილი რა და ну მოკლედ ეხა ეს ერთი პროცესია ის და ეს რომ გავხსენენ ნუ ეხა გვერდზე ეს ბიჭები დგანან და აქეთ ამოწმებენ კიდე იმას რა ქვია თავიანთ ჩამოსულ ნივთებს რა და ეს დავინახე მეთქი ავიღებ და ჯიბეში ჩავიდებ მეთქი ამ იმას თქო რა ქვია ლიმონკას თქო რა და ეს მომივიდა ინსტინქტურად რომ მოტოციკლეტით დავდივარ რა და ამ ყველაფერს ვერ ჩავალაგებ და ჯიბეებში ვინაცილებ რაღაცებს რაც ჩამომივიდა რა და ისე მოხდა რომ ეს ლიმონკა გავხსენი ეს რაღაცები შევამოწმე ჩავიდე მაგრამ ესევენი ვერ ვხედავი და რომ ჩავიდე ეს ლიმონკა გასვლის მომენტში გადმომივარდა ჯიბიდან და გაგორდა და ამ პოლიციელთან მიგორდა რა და მე იქ ხა აღარ მოვყვები რა მოხდა ვინსად გავრბოდით ან რა მოხდა მე მის შემეშინდა რომ მეთქი რაღაცამ შემოაგდო მეც ვერ დავიჯერე ეს ლიმონკა რო იყო რა ხო და მე გადავ მე ერთად ვიცინოდით სულ ყველა ამ თემაზე რომ ეს სათამაშო იყო და ვერ დაიჯერეს და რაღაცა და მე მკითხეს რა გინდაო ეს ლიმონკა აი გაჩვენებ მეგობარო თუ მიყურებ ეხა და თუ ხარ ჩვენი გამომწერე აი ამისთვის მინდოდა რაღაცა ესე ვთქვა ცირკისთვის რა თუ ეს გახსნი აი ამას აკეთებს ამას აკეთებს ანუ ლიმონკის იმიტაცია და კიდე აფეთქდებით ხა ხო 1-3 წუთი აკლია ხო ამას და კიდე ფეთქდება ბიჭო ხო იყო გადავა ეგ მოგონილი ისტორია აბა რა არის ეს მასლა მომივარდა და ისქენი ამას მეტყველი ჩეკისვა არ ჩასვე მოკლედ მეგობრებო გლინტვეინზე გამახსენდა რა გლინტვეინი როგორ და დავლიოთ რა ეხა ისტორიაში არა ეს ნაღდი ამბავია მოკლედ ეხა როგორი სიტუაცია არის რა გლინტვეინის დალევა ეხა ესე გლინტვეინით რო ადგე და დათვრე არ შეიძლება რა ანუ გადაობა ცუდად გახტები რა ვიყურები და თოვლის ბაბუა იდგა გარეთ რა ეს დიდი თოვლის ბაბუა აშენებული გაიგებեք დიდი თოვლის ბაბუა იყო აშენებული და ამ თოვლის ბაბუას უყურებ და რაღაცნაირად ანუ ნაღდს გავს რა ეს თოვლის ბაბუა და ბიჭო რა ანუ გაუარეთ ამ თოვლის ბაბუას უყოლას და ანუ ნაღდ ანუ უცბად მეთქი გლინტვენი მე მაგდენი არ დამილევია რა ნაღდს რანაირად გავს მეთქი ეს თოვლის ბაბუა და უყურებ და იმ ბიჭზე ვიზეც ვლაპარაკობ პირველ ეტაპზე ვინც იყო და მაგ გლინტვენის სვავდა უყურებ და რაღაცა მაგის ფერის კურტკას მივამსგავს და მივდივართ და ეს ბიჭი ამ გლინტვენი ვინც დალია ეს გლინტვენი თლიანად დალია იყო ამ თოვლის ბაბუაზე ჩაყუტებული და ეძინა ხო ბიჭო გლინტვენი აი ანუ წითელი ღვინო რაღაცა მთა და ამ თოვლის ბაბუას ჩაიხუტა და ეძინა ბიჭო მივდივართ ამ ბიჭს ვაღვიძებთ რომ გაიღვიძე ძლივს გავაღვიძეთ და კაროჩე ამ შემოვატრიალეთ ეს ბიჭო სუდად ხო არ ახარ და რაღაცა არაო ძალიან ცხელოდაო და გრილდებოდიო ამ თოვლის ბაბუას ჩაიხუტა მაგდანო დაეძინა ბიჭო ალბათ დაახლოებით მოვერთ 3 ლიტრა დალია ტიპა მთელი დღის განმავლობაში და პიზდე ესეთ ანეკდოტს მოვყვები უცბად რავი თუ გაგეცინოთ არის ესეთი ფრინველი პიზდეცა რა მოფრინავი ანუ პიზდეცა ქვია რასაც გადაუფრენს პიზდეს ეუნება და ყველაფერს იმენა რავი დედაბუდიანად სპობს რა გადაუფრენს რუსეთს პიზდეს ეუნება ქრება გადაუფრენს ანუ საქართველოს რა პიზდეს ეუნება და ამ ქსახს ერხევა რა აქეთ პიზდეს ეუნება და უცბად ამ შენ პიზდესას დედა ეტირა ჩამოვარ და მოკვდა იცი ვინ იჯდა შიგნით ტუალეტში ზაიმნა ეს ჩვენი გლინტვეინის სტუდიაში შეგიძლიათ აი ნახოთ ნახე რა გემრიელი რა მოვიდა აი ვაფშე სხვა არომატი აქვს ვა მართლა რა სხვა არომატი აქვს აი ესე გლეხურად ამოვიღოთ ეს ხე იგივე ცხელი უკაფიო აბა
აუ რა კაია. ესა ჩვენი გლინტვეინი მეგობრებო. შევეცადეთ მოკლედ მე და ბექა რომ რაღაცნაირად განწყობა გაგვეხალისებია თქვენი და რაღაცა ესეთ განსხვავებული კუთხიდან ისე იმიტომ რომ ბექას ბრალი არის ეს აქ ვარ ხა და წვადი არ იწובה და გადაღებები მიდის არის ბექას ბრალი. იმიტომ რომ ეხა სტუდიაში უნდა ვიждდეთ ჩვენ და იქ უნდა ვიღებდეთ და მოგვიწია აქ საქეიფო ტერიტორიაზე ესე ვთქვათ გლინტვენის გაკეთება, მაგრამ ხო და მეგობრებო აუცილებლად რა ჩვენი თხოვნა იქნება რა თხოვნაც არ იქნება თუ მოგინდებათ რა თქმა უნდა ჩვენი კონტენტი რომ გაგრძელდეს და ესე ვთქვათ ბექა გაღიმებული იყოს და რაღაცნაირად მოტივირებული იყოს და მე აქ ცეცხლში მე მწვადებით შევყარო და უფრო სხვა რაღაცები გავაკეთო დაგვიკომენტარეთ დაგვილაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი თელზე ტეისტინგი და რა ვიცი ერთად ვიმეგობროთ ვიძმაკაცოთ და რა ვიცი ერთმანეთს პოზიტივი ვაჩუქოთ მიყვარხართ სულ ყველა ვინც ვიყურებთ თქვენ გენაცვალეთ თქვენ უყურებთ თელზე ტეისტინგს მე გიორგი ვარ კადრის უკან ბექა არის კადრის უკნის უკან არის ჩემი ძაღლი კატა აი მეცხვარეში აგერევათ ისეთი არის რაშიაც აი დარწმუნებული ვარ აბა კარგად